წუთით მეტი. იქით გაიქეცით. ძალიან უკვე წავიდა. ერთი წუთით მეტი. მეორე, ეხლა მაინტერესებს ერთი რამე. შოთა რუსთაველიდან დაწყებული ბესი გაბაშვილი. დატო ბარათაშვილი და მთელი ჩვენი პოეზია რაც არსებობს. რან ავიღოთ ეხლა რა ვიცი აი თუ რა ლორდ ბაირონი, ყველა ესენინი, პუშკინი, ფემინისტი ქალები რო ყოფილიყვენ. სოფლიოში რამე ლექსი დაიწერებოდა კიდებული, ვინ დაწერს თქვენზე ლექსს თავის ცხოვრებაში? თქვენ ლექსს ვინ დაგიწერთ? თქვენი შემხედვარე საქართველოს სამძიმარს უცხადენ. საქართველოს გარდაცვლილა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეხლა მეორე. ჩემო კარგებო, მე მინდა კითხოთ ესეთი რამე. ბატონო გივი მიმართავს მე როგორც მივხვდი იმ ნაწილს რომელიც იმ ნაწილს მე თქვენთან საქმე არ მაქვს. როცა ნონა გაფრინდაშვილი გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ქალთა შორის ჩემზე ბედნიერი კაცი დედამიწის ზურზე არ იყო. ორჯერ ვიტირე, შვილებს მიცავარ. როცა შიბურდანიძე გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ვიტირე და უბედნიერას ვიყავი ალექსანდრიას უყელა. ჩემო კარგებო, რო დაგიჩებებიათ პარლამენტში გვინდაო. წადით მესაფლავეთ იმუჩავეთ, გენაცვალეთ. რატო არ მუჩავთ ტრაქტორისთან? ესე იგი თქვენ რა გინდათ? ჩვენ ეხლა ყველა პარლამენტარს ეს არ ეხება, მაგრამ უამრავი პარლამენტარი არის უნიჭო. და კიდე ეს თქვენ არის უნიჭოები უნდა შეემართოს იმ პარლამენტს დაიღუპება ეს ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა აღარ იქნება მაგრამ. რატომ ფიქრობთ უნიჭოები? იქნებ ნიჭიერი ქალები შეემართოს. კალბატონ ერთი წუთი ძალიან გქონდა. მე მივმართავ წამყვანს რომ შეურაცხყოფა. მე ვერ გავიგე ეს კალბატონი ეპისკოპოსია. ძალიან დიდი ბოდიში. ძალიან დიდი ბოდიში. ერთი წუთი კალბატონი ერთი მათგავინა ძალიან ერთი მათგავინა და მე ილაპარაკეთ. ბატონო გივი ძალიან დიდი ბოდიში მე ვარ სოფიო ხორგუანი. შეურაცხყოფილი ვარ, აქეთ იშვერთ ხელს ჩვენკენ. რატო მე ხო არ მითქვია თქვენ შეიძლება ბევრი იყოს უნიჭო და ბევრი ნიჭიერი. ნუ ყვირი ხარ ძალიან გთხოვთ, ნუ გვიყვირით აქ. იშვერთ ხელს ჩვენკენ და ამბობთ რომ ჩვენ აქ უნიჭოები ვარ, თურმე ლექს არავინ არ მომიძღვნის და ასე შემდეგ, ხო? და ეს არ თურმე ტრაგედია. თქვენ თუ ფემინისტი ხართ, თქვენაერ გავს ლექს არავინ არ მიუძღვნის. რას ეძახით ფემინისტ გავს? აღიხსნით ახლა ერთ წუთში. აი რომ ლანძღავთ თქვენ როგორ გძალ? მე გეტყვით მე რას ვაკეთებ რა? მე ფემინისტი ვარ თუ ისა იგულისხმება რომ თქვენი თანასწორი ვარ. შეიძლება მე არ მაქვს თქვენსავით ბევრი კუნთი და არა ვარ ისეთი ძლიერი, ასეთი ფიზიოლოგია მაქვს რომ ასეთი წვრილი კოჭი მაქვს და წვრილი ხელები მაქვს და არ შემიძლია თქვენსავით კუნთმაგარი ვიყო. მაგრამ თქვენზე მეტი ჭკუაც მაქვს, თქვენზე მეტი ინტელექტიც მაქვს, თქვენზე მეტი შინაგანი ძალაც მაქვს. მე გავხდი ფემინისტებთან. არა, ძალიან სამარცხვინო რაღაც, ძალიან დიდი ბოდიში. მე გავიზარდე სვანურ ოჯახში და სვანი კაცების გარემოცვაში. არც ერთ კაცს ჩემს გარშემო არ უკადრებიო, არც ერთი ქალისთვის